კითხულობდი რამოდენიმე კომენტარი არც მინდა ეხა და სტატუსები უпроსტორეთ ზოგი აქაური, ზოგი იქაური, ზოგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, ქართველების სტატუსებზე ვიძახი და ესე ვთქვა თავისი თავი რო გონიათ რომ ჩვენ მგონი ვართ ანუ დაზომბებული კერპთაყვანისმცემლები გესმის? არა, მომისმინე რას ვიძახი რა, იმას კი არ ვიძახი. და კერპი რას ნიშნავს საერთოდ არ იციან საერთოდ რა. კერპი ადამიანი რო გიყვარს, ეს კერპია. ეს არის თქვენ გეშლებათ სიყვარული კერპში რა. ადამიანს სიყვარულის გარდა, სიკეთის გარდა, შერიგების გარდა, ერთიანობის გარდა და ერთსულოვნების გარდა თავის ცხოვრებაში სიტყვა არ უთქვია არავიზე, ეს გადაბრუნებული. არავინ თავის სიცოცხლეში არ განუკითხია. როგორ შეიძლება ეს ადამიანი კერპი იყოს? ეს ადამიანი ელემენტარულად სიყვარულს არა, მაგრამ პროფესორები არიან გაიცნო და დაზომბებული ხალხი დარბის, მან დრო ვიყო მე საერთოდ დამიჭერდნენ. ხო გესმის რა და მე ჩემთვის ეგ ქვეყანა აღარ არსებობს, ამდენი დაზომბებული ხალხი და თავის თავს კი არ ეკითხება რომ რატო ვარ მე ესეთი განსაკუთრებული ამ ხალხისგან და გონია რომ განსაკუთრებულია და უფრო მაღალია ჩვენზე ყველაზე გესმის? ეს არის მაგის უბედურება და ამ პარტავნებაში გადავარდნილი ამბავი, მაგრამ ერთმა შეუძლო. ხო, არა, პატრიარქიც ყველაზე ძალიან მაგეთ ხალხზე რა აკეთებდა აქცენტს ხო და მაგეთ ხალხზე ლოცულობდა. ეგ იყო, ეგ არის არ შეუძლია ეს. ეს თითქოს 60 ადამიანებს კი არ შეუძლია რა. მართლა. არ შეუძლია ეს, შეეძლო ღმერთს და წმინდანებს შეუძლიათ ეს რა. ანუ გიყვარდეს მტერი შენი ესეთი მარტივი ამბავი ხო არ არის არა? სათქმელად თითქოს ნუ ერთი ფრაზაა და გასაკეთებლად ეს არის ძალიან ძნელი, ძალიან რთულია. ჩვენ მე მაგალითად ჩემს გადაცემაში ხშირად ვისაუბრია მაგ თემაზე, ნუ სასულიერო პირებთან ერთად ვსაუბრობ ხოლმე და უნდა ვეცადოთ რომ მეუბნება ხოლმე მოძღვარი ვეუბები რომ ამის გაკეთება ძალიან ძნელია ადამიანისთვის. ადამიანისთვის ამის გაკეთება ამას აქამდე უნდა მიხვიდე და აქამდე მოწამეობრივად თავისი გზით მივიდა უწმინდესი. რო ქრისტეს გზას დაემსგავსა მისი განვლილი ცხოვრება. და ნუ დაავიწყება როგორ მძიმე დროს მოვიდა და როგორ რთულ დროს მოვიდა პატრიარქი, როცა ფუთლების დანახვაც კი აშინებდა ხალხს. ხო იყო ეს პერიოდი საქართველოში. წარმოგიდგენია რა 48 წელი გაიარა და რა 48 წელი რამ სიმძიმე ჯვარი სიდა რა. როგორც აი 78-ში მოვიდა თუ 17-ში მოვიდა. 49 წელი მე როგორც ვიცი 49 წელი. ესე იგი 77 წელს ვიყავი 11 წლის. 11 წლის ვიყავი, წარმოიდგინე, მაგრამ ეხა და საერთოდ ნუ ათეისტურ სამყაროში აღწევით ბებიებს ეკლესიაში. ჩემი წითლად თუ მოხარშავდა კვერცხს და ჩუმად თუ მომნათლეს და რაღაცა და მაგრამ ნუ ხო წარმოგიდგენია საიდან ამოწია და ამოიყვანა რამხელა იმიდან ამოიყვანა. და დღეს ყველა მოძღვარი რომელიც ეკლესიაში წერავს, ყველა არის პატრიარქისგან ნაკურთხი. ანუ ეს რამხელა რამეს ნიშნავს გია. და რამხელა პასუხისმგებლობას ნიშნავს მათთვისაც. და დარწმუნებული ვარ რომ აი უწმინდესის გარდაცვალების მერე ამას კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერებთ ყველანი ჩვენ მაგიტო თქვი რომ ესე იგი რაც უფრო დავშორდებით დღევანდელ დღეს და ფიზიკურ არსებობას უწმინდესთან ერთად მით უფრო მიუახლოვდებით იმ ყველაფერს რაც უწმინდესს უნდა და ჩვენთვის რა. იმიტომ რომ უწმინდესი არის ის სანთელი იქ ბოლოში რო ანათებს რა. იმ სანთლისკენ უნდა ვიაროთ თუ გვინდა რომ გადავრჩეთ. ეს გითხრა უწმინდესმა რა. ეგ არის ეგ დავინახე გუშინ და გუშინ წინ და იმიტომ ვარ ესეთი ბედნიერი რა.